მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში შიდსი განაჩენი არ არის, სოფლიოში ამ დაავადებით ადამიანები სამწუხაროდ მაინც იღუპებიან. სწორედ ამიტომ სოფლიო ყოველ 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს და სოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა აქტივობები იგეგმება. ხვალ ეს დღე საქართველოშიც აღინიშნება. საქართველოში შიდსისა და აივ ინფიცირების მაჩვენებელი საგრძნობლად შეცვლილია. მინდა გაჩვენოთ 2018 წლის 30 ნოემბრის მონაცემებით თუ როგორია სტატისტიკური მაჩვენებლები საქართველოში შიდსის გავრცელების. ახლა ჩვენ ვნახავთ გრაფიკას. მოკლედ 7380 აივ ინფიცირებული პირია დაფიქსირებული, 5526-ია მამაკაცი აქედან, 1854 ქალი და აი ამ 7380 პაციენტიდან 3928-ს განუვითარდა შიდსი. ვნახოთ ახლა შემდეგი გრაფიკა თუ შეიძლება. 2018 წლის მონაცემებია ეს ისევ 120 გარდაცვლილია. 2017 წელს ზუსტად ამ დროს, ანუ ნოემბრის მონაცემებით 1 წლის წინ გარდაცვლილი იყო 127 ადამიანი. გადავინაცვლოთ შემდეგ გრაფიკაზე. რეგისტრირებული აივ ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით, ეს 2018 წლის 30 ნოემბრის მონაცემებია. თბილისი 2701 პაციენტი, სამეგრელოში დაფიქსირებულია 934 შემთხვევა, იმერეთში 916, აჭარაში 827, გურიის რეგიონში 156, ქალაქ ფოთში 110 შემთხვევა, სამცხე-ჯავახეთში 105 და ქალაქების მიხედვით, ანუ სამეგრელოში არის 914, აქედან 630 მოდის ზუგდიდზე, იმერეთში 916-დან 451 მოდის ქუთაისზე და აჭარაში 827 შემთხვევიდან 533 შემთხვევა არის დაფიქსირებული აჭარის დედაქალაქ ბათუმში. შეგვიძლია გადავინაცვლოთ შემდეგ გრაფიკაზე. ესე იგი არის ბავშვები უკვე 109 ბავშვი არის დაფიქსირებული აივ ინფექცია, აქედან 68 არის ვაჟი, 40 არის გოგონა, 27 სამწუხაროდ არის გარდაცვლილი და 3 ბავშვმა დატოვა საქართველოს ტერიტორია და შემდეგ უკვე მისი ასე ვთქვათ აღრიცხვა და სტატისტიკაში ჩასმა ვეღარ მოხერხდა. და ახალი შემთხვევები 2018 წლის ნოემბრის მონაცემებით 618 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული, მაშინ როდესაც 2017 წლის ნოემბერში იყო დაფიქსირებული სულ 583 ახალი შემთხვევა. თემაზე სასაუბროთ, რა თქმა უნდა, მინდა მოვიწვიო პროფესიონალი სტუმარი, ნიკოლოზ ჩხარტიშვილი გახლავთ დღეს ჩვენი სტუმარი, შიდსის ცენტრის დირექტორის მოადგილე, რომელიც გვიერთდება პირდაპირ ეთერში იმედის დილის სტუდიაში. ბატონო ნიკოლოზ, დილამშვიდობის. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. შეკითხვა დავსვათ რამე რა სიტყვით სხვაობაზე. დილამშვიდობის პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. 583 ახალი შემთხვევა იყო 2017 წლის ნოემბერში, 618-ია დაფიქსირებული 1 წლის შემდეგ. სამწუხაროდ ეპიდემიის მასშტაბები იზრდება ჩვენს ქვეყანაში, ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი შემთხვევა რეგისტრირდება ქვეყანაში, მაგრამ ამასთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ ამ პრობლემების გარდა გვაქვს სერიოზული მიღწევებიც. არა ცალსახა სიტუაცია არის ქვეყანაში, მინდა აღვნიშნო, არის სერიოზული მიღწევები, არის სერიოზული გამოწვევები. მიღწევებს რაც შეეხება, მინდა მიღწევები დავიწყო და მერე გადავიდე გამოწვევებზე. მიღწევების მხრივ ჩვენ უპირობო ლიდერები ვართ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში აივ შიდსის კურნალობის კუთხით. ჩვენ პირველებმა რეგიონში დავნერგეთ ეგრეთ წოდებული მიდგომა კურნალობა ყველასათვის, რაც დღეს უკვე არის შიდსთან ბრძოლის მთავარი იარაღი არის. ამ მხრივ ჩვენ სერიოზული მიღწევა გვაქვს. სერიოზული მიღწევა გვაქვს დეიდან ბავშვში გადაცემის პროფილაქტიკის კუთხით. ქვეყანა პრაქტიკულად უზრუნველყო დეიდან ბავშვზე შიდსის გადაცემის ელიმინაცია და ბოლო წელიწადში ახალშობილებში აივ შიდსის ახალი შემთხვევა არ დარეგისტრირებულა. რაც შეეხება გამოწვევებს, გამოწვევა მთავარი ეს არის. მთავარი გამოწვევა გახლავთ ის, რომ გამოვლენის მაჩვენებელი არ არის საკმარისი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვარაუდობთ, რომ ქვეყანაში ცხოვრობს 10500 აივ შიდსის თავმოწყობი, მათგან მხოლოდ საიდან ეს ვარაუდი? ეს ეფუძნება სპეციალური გათვლით, სპეციალური ფორმულები არის სტატისტიკური პროგრამის მიხედვით, რომელიც ეფუძნება სხვადასხვა მონაცემს, არსებულ რეგისტრირებულ შემთხვევებს, გავრცელებას აივ შიდსის სხვადასხვა რისკის პოპულაციებში და ამის საფუძველზე რადგანაც ახსენეთ, ძალიან საინტერესოა, დარწმუნებული ვარ ტელემაყურებელსაც საინტერესებს, ყველაზე ხშირად რა მეთოდით ხდება შიდსის გადაცემა? ეპიდემია როცა დაიწყო ქვეყანაში ეს იყო ნარკოტიკების
ნექსტურის მომხმარებლების შორის იყო გავრცელებული, მაგრამ გატარდა 2018-ში ეს უკვე არის ჰეტეროსექსუალური კავშირი. ასევე ძალიან მატულობს ჰომოსექსუალური კავშირების ინფიცირების შემთხვევები. დღეს უკვე ესენი არის წამყვანები. პრინციპში ნარკოტიკის მომხმარებლებში ეპიდემია შეჩერებული იქნა და მაგრამ მატულობს უკვე ბავშვებში ბანო ნიკოლოს. ბავშვებში ელიმინაცია პრაქტიკულად. რა ჩვენ დეიდან ბავშვი გადაცემა უკვე პრაქტიკულად აღარ ხდება ქვეყანაში. ჩვენ ახლა რატო პრეპარატები გამოიყენება თუ რა არის? 2005 წლიდან ქვეყანაში ყველა ორსული ქალისთვის ხელმისაწვდომი არის პროფილაქტიკური ღონისძიებები, ყველას გამოკვლევა ხდება აიუშიც ყველა ორსულის, ყველა დადებით ორსულს ენიშნება მკურნალობა, ასევე ახალშობილსაც ენიშნება ერთთვიანი პროფილაქტიკური მკურნალობა და როგორც აღნიშნე, ბოლო 2 წელი არის ახალშობილების ინფიცირების შემთხვევა ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. მანამდე იყო ერთეული შემთხვევა. გადატანის შემთხვევები აღარ არის ჩვენს ქვეყანაში, მაშინ ბავშვებში რა გზით გადადის მაინც ვერ მივხვდით. იყო წლების წინ იყო ახალი შემთხვევები არ არის. მანამდეც იყო ერთეული შემთხვევები იყო ხოლმე როგორც წესი და ბოლო 2 წელი არ ქონია. ყველა ბავშვი იყოფება მკურნალობაზე და ეხლა თქვენ ანახეთ აშვილი ადამიანი მაგრამ ეს 109 შემთხვევა რომელიც ჩვენ გრაფიკით თუ აჩვენეთ ჩვენ ტელემოყრებს ეს არის ზოგადად საქართველოში დაფიქსირებული შემთხვევები და არა 2018 წლის მონაცემები. არა, რა თქმა უნდა, ეს არის ეპიდემიის დაწყების დღიდან. 99 წელს დაფიქსირდა პირველი შემთხვევა და იქიდან მოყოლებული 109 და ბევრი ბავშვიც აღარ არის, უკვე მოზრდილები არიან, ჯანმრთელად ცხოვრობენ, სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ. თქვენ ამბობთ რომ კავკასიაში ერთ-ერთი პირველები ვართ სისტემის დანერგვით. გულისხმობთ ეს არის უცხოური გამოცდილება, პრეპარატები, დანადგარები თუ რაც არის. თანამედროვე მიდგომები არა მარტო კავკასიაში, მთლიანად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, მარტო კავკასიით არა. გამოწვევებზე რო ვისაუბროთ უფრო კონკრეტულად. გამოწვევა წეღან დავიწყე და გავაგრძელებ, ესე იგი მთავარი გამოწვევა არის გამოუვლენელი აიუშიცი. როგორც გითხარით, ჩვენ ვარაუდობთ, რომ 10500 აიუშიცი დავანტყოფია ქვეყანაში და მათმა მნიშვნელოვან ნაწილმა არ იცის, რომ ისინი ინფიცირებულები არიან. არც ჩვენ ვიცი და არც მათ იციან. ვინაიდან მათ არ იციან, ისინი თავის დაუნებურად ავრცელებენ ვირუსს და შესაბამისად, ამიტომაც არის ახალი შემთხვევების მატება. აი, თუნდაც ამის გამო დავიცვათ თავი, აი, ეს მინდა და მეკითხა, რაღაც სიმპტომები ხო ახასიათებს ალბათ დაავადებას? თავისებურება ის არის, რომ ამის სპეციფიურია პირველ ეტაპზე, ადრეულ ეტაპზე დაავადების არ არსებობს სპეციფიური სიმპტომატიკა, ვერ იტყვი რომ ეს გამოვლენა არის. შეიძლება ეს იყოს გრიპის მაგვარი სინდრომები, შეიძლება უბრალოდ ადამიანს ქონდეს. მაშინ პრევენციისთვის რა უნდა უქნათ, რო გვირჩიოთ უბრალოდ? უნდა გამოვიკვლიოთ. უნდა გამოვიკვლიოთ თელ მოსახლეობას, თუ გამოვიკვლიოთ, ყველა უნდა ვიცოდეთ ჩვენი სტატუსი, აიუშიცის სტატუსი. თუ კი ჩვენ ყველას გამოვავლენთ ამ ადამიანებს, ვინც არ იცის დღეს სადღეისო და ჩავთავთ კურნალობაში. კურნალობა სადღეისოდ განკურნება ვერ ხდება აიუშიცის, მაგრამ კურნალობა ძალიან ეფექტური არის. ის ანულებს ორგანიზმში ვირუსის კონცენტრაციას, შესაბამისად ადამიანი დიდხანს ცხოვრობს და გარდა ამისა, რახან განულებული არის ორგანიზმში ვირუსის კონცენტრაცია, ის უკვე აღარც ავრცელებს ასეთი ადამიანები. აქ დაგისვათ კითხვა პერიოდულობაზე, მაშინ თუ ამბობთ რომ მთელი მოსახლეობა უნდა ჩავერთოთ და გამოვიკვლიოთ ჩვენი თავი, მაშინ პერიოდულობა როგორი უნდა იყოს, რა სიხშირით უნდა გამოვიკვლიოთ? ეს დამოკიდებული არის რისკის ქცევებზე. თუ ადამიანები მაღალი რისკის ქცევის ადამიანი, მაშინ წელიწადში ორჯერ მაინც უნდა იყოს გამოკვლეული. თქვათ ისე ნარკოტიკების მომხმარებლები მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვს მამაკაცებთან და ასე შემდეგ. თუმცა გაინფიცირებიდან რაღაცა რამდენიმე თვე უნდა იყოს გასული თუ არ ვწდები რომ დაფიქსირდეს ხო სისხლში არსებობა. რა თქმა უნდა, რამდენიმე თვე არ არის საჭირო, თანამედროვე ტექნოლოგიებით უკვე რამდენიმე კვირამდე შემცირდა ეს რომ დაფიქსირდეს. ბატონო ნიკოლოს, ერთი რამე მენიშნა, არ ვიცი მე მივაქციე თუ არა მარტო ყურადღება ამას, როდესაც ჩვენ წინა წლების სტატისტიკას უყურებთ, ხო? დედაქალაქის შემდეგ მოდიოდა ხოლმე აჭარა და სამეგრელო. სამეგრელო აჭარა. ახლა რო უყურებთ ახალ შემთხვევებს 2018 წლის მონაცემებით, იმერეთი არის დაწინაურებული ბჭყალებში რა თქმა უნდა. რა იწვევს ამას? რამე მიზეზი აქვს ამას? რამე სპეციფიური მიზეზი ამაზე არ არის. დაავადება ვრცელდება მთლიანად საქართველოში, მართალი ბრძანდებით თბილისი იყო და მე იყო ზღვისპირა რეგიონები, განსაკუთრებით სამეგრელოში იყო. ბოლო 10 წელიწადია დაახლოებით დაიწყო უკვე იმერეთშიც დაიწყო მატება შემთხვევების შესაბამისად ჩვენც იქაც გავაქტიურეთ ღონისძიებები. ალბათ მოსახლეობის რაოდენობაზეც არის. ესე რო ავიღოთ პირობითად რომ გასაგებია რომ თბილისში უფრო მეტი, იმიტომ რომ მოსახლეობა უფრო დიდია, მაგრამ პროცენტული მაჩვენებლით თაც ლიდერი არის თბილისი. პროცენტული თუ გადავენდაშეთ 100,000 მოსახლეზე, ესეთი ცნება არსებობს მედიცინაში, მაშინ სამეგრელო და აჭარის რეგიონი ასე ყოველ 100,000 მოსახლეზე რო გადავენდაშეთ, ყველაზე მეტი შემთხვევა მოდის აჭარასა და სამეგრელოს რეგიონში. და თბილისი ეს სამი რეგიონი არის თქვა გავრცელების პრევალენტობას ვეძახით ჩვენ ამას პრევალენტობის კუთხით ეს სამი რეგიონი არის ყველაზე თქვა რა იგეგმება ხვალ
ხვალ არის შის თანამდებობის სოფლიო დღე 98 წელიდან აღნიშნება 30 წელი არის ხვალ რიგი ღონისძიებები იქნება პირველ რიგში ჩვენი ცენტრის ინიციატივით სტარტდება ეროვნული კონფერენცია ხელოვნების ცენტრში რუსთაველის გამზირზე ვთხოვთ რომ მობრძანდით და გაავშიქოთ იქნება მოხსენებები იქნება ასე ვთქვათ განახლება მდგომარეობის მიღებული იქნება ძალიან სერიოზული მიმართვა მთავრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის განხორციელების კმედითი ღონისძიებები ასევე არის რიგი ღონისძიებები თბილისი უერთდება მსოფლიოს მრავალი ქალაქის ეგრეთწოდებული პარიზის დეკლარაციას რომელთაც თბილისი როგორც ქალაქი იღებს ვალდებულებას რომ დაამარცხოს შიდსის ეპიდემია ამ კონკრეტულ ქალაქში ეს 2 საათზე იქნება 11 საათზე იქნება კონფერენცია იქ იგეგმება ასევე საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვა ნახატების რომელიც და ის შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება აიმცირებულ ბავშვებს. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი სტუმარი იყო შიდსის ცენტრის დირექტორის მოადგილე ბატონი ნიკოლოზ ჩხარტიშვილი და კიდევ ერთხელ ვთქვათ რომ ხვალ 1 დეკემბერს არის შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე რომელსაც რა თქმა უნდა საქართველოს უერთდება იმ აქტივობებით რომელიც ბატონმა ნიკოლოზმა ჩამოთვალა. დიდი მადლობა ბატონ ნიკოლოზ ახლა კი